მარტის ყველაზე მოსალოდნელი პრემიერები სერიალების დარგში მიამოვარჩია ყველაზე საინტერესო პროექტები, ასე რომ გავუყვეთ სიას. პირველ მარტს ჩვენ გულდება ახალი სპინ-ოფი სერიალი Yellowstone-ის, ეს იქნება უკვე სიკველი, ორიგინალი ისტორიის გაგრძელება Yellowstone-ი მარშალები. სერიალს ჰქონდა ორი სპინ-ოფი, მანამდე და ესენი იყვნენ პრიკველები. ძალიან წარმატებული სერიალია, მოგუყვება ამერიკელ კავბოებზე, ფერმერებზე და ოჯახური დრამა, ასე რომ ვთქვათ, კრიმინალით კარგად დახუნძლული. 4 მარტს ჩვენ ვლოდებით სერიალ შერლოკის ახალგაზრდობა, სადაც გაერისორებია თავის ხელები და ჩვენ თავით გავიშვერებით ახალგაზრდა შერლოკის თავგადასავლებში. 10 მარტის სერიალი One Piece-ის მეორე სეზონი, როგორც იქნება, მივიღეთ მისი მეორე სეზონი. ამ სერიალს ალბათ ჩემგან დარეკლამება არაფერი არ ჭირდება, უბრალოდ ჩემს დავასახელებ, რომ აი ეს ეკრანიზაცია მე ძალიან მომწონს. 18 მარტი მულტისერიალი დაუმარცხებელი, ძალიან დიდი ფანები ყავს საქართველოში. მე რაც შემიძლია დავამატო, ერთ-ერთია რომ ეს იქნება მეოთხე სეზონი და წინასწარ მეხუთე სეზონი უკვე დამტკიცებულია და მას ჩვენ მივიღებთ 2027 წელს. 24 მარტი სერიალი Daredevilis მეორე სეზონი, რასაც ვერდებიან უფრო მეტ დაძაბულობას. 27 მარტი სერიალი მთელი კაცობრიობისთვის მეხუთე სეზონი, არ ვიცი რამდენი ადევნებ თვალყურს, დამიწერეთ კომენტარებში, მე ძალიან მოდევნებ ამ სერიალის თვალყურს. მოგობა ალტერნატიულ ისტორიას საბჭოთა კავშირის და ამერიკის ბრძოლაში კოსმოსის დაპყრობაზე. ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი განცხადება დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ სერიალს ელოდებით, რომელ სერიალსაც უფრო მეტი გამოხმაურება ექნება, უფრო მეტი მალე მივიღებთ ამათ ქართულად, რასაც ჩვენ კინოსაიტები გვხვდებიან. შენ კი მადლობა რომ მიყურე და მომავალ შეხვედრამდე.